ბაქანზე პირველი მატარებლის შემოსვლამდე 2 წელია, ვიდრე მგზავრები ახალ მეტროსადგურში ესკალატორით ჩავლენ 51 მეტრის სიმაღლიდან ჭაურში დამონტაჟებული ლიფტით ვეშვებით. ეს მეტროსადგური უნივერსიტეტია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ადგილი, რასაც ამ პროექტის რეაბილიტაციის შემდეგ ადამიანი თავის თვალით დაინახავს ცენტრალური სადგური უნივერსიტეტის, ანუ ბაქანი, სადაც მოხდება ხალხის ჩასხდომა და დაცლა გადაღების. შეხედავთ ჩემ ახალბაცნი, სადაც ხდება ესკალატორი ჩამოსასვლელი ცენტრალური სადგურში და როგორ მაგნუ გამოვიხედავთ, დავინახავთ 2 გვირაბს და შესაბამისად ამ ბაქნის ტერიტორიას. 20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული მშენებლობა ივნისის ბოლოს განახლდა. 2,5 კილომეტრის სიგრძის გვირაბში ამ ეტაპზე სხვადასხვა ტიპის სამუშაოები ხორციელდება. მზადდება ტერიტორია სატრანსფორმატორო ქვესადგურის მოსაწყობად. მიმდინარეობს დაზიანებული პლატფორმისა და ძველი ლიანდაგების დემონტაჟი. მედიაგეთად რომ მოწყობილია უკვე 2 სატუმბის სადგური, განახლებული არის ფაქტურად 6 ახალი ტუმბო არის ჩამოტანილი, რამაც პრაქტიკულად მოგვცა იმის საშუალება, რომ გვირაბი მთლიანად გაგვესუფთავებინა, ასე ვთქვათ, ამდენი წლების განმავლობაში ნაგროვები წყლისაგან. დღეს მდგომარეობით ფაქტურად დავათაცხედავთ გვირაბის მშრალია და გვაქვს საშუალება ვაწარმოოთ სულისკვით სამუშაოები. სამუშაოების პარალელურად კონტრაქტორი კომპანია სხვადასხვა ფირმებთან ესკალატორების, გენერატორების, სავენტილიაციო, სიგნალიზაციისა და სხვა საჭირო აღჭურვილობის შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს. მშენებლობის ფარგლებში ამოსასვლელები ვაჟა-ფშაველას გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე მოეწყობა. პროექტის ღირებულება 86 მილიონი ლარია. კომპანია კობრა ასიგნია ამ ეტაპზე აწარმოებს დემონტაჟის სამუშაოებს, ამავდროულად ექსკავაცია, მიწის გატანა და რეზერვება, განათება, ვენტილაციის მოწყობა, ელექტროობა, რა თქმა უნდა. პროექტის განხორციელების შედეგად დელისისა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბი სამუშავდება. თბილისის მეტროპოლიტენის 23 სადგურ უნივერსიტეტის მშენებლობის დასრულება 2017 წლის მარტისთვის იგეგმება.